კიდევ ერთხელ გამარჯობა, კიდევ მოგესალმებით და ისევ Deep State და აგერ გამოდის ამერიკის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ქალბატონი ტუნსი და იძახის რომ კიო ნამდვილადო Deep State-იო. ეს ვიდეო მინდა დავიწყო იმით რომ აი ეს ორი ცალი კვერცხირუა ორ ცეცხლ შუა თუ ორ კვერცხ შუა რომ იყავთ გადაცემა ერთ-ერთი არის რაზმაძე და მაგაზე ადრე ვილა გავაკეთე ვიდეო და ეს რაზმაძე იძახის რომ იმ ადრე ერთ-ერთ გადაცემაში რომ აი ეს Deep State-იო აი ვინ იძახისო ქართული ოცნების გარდაო ვინმეს გაგიათო Deep State-იო და რა Deep State-იო და რისი გლობალური ომის პარტიაო და რა სისულელია საერთოდ რაზმაძე შეკვერცხო ტულსი იმენა ჩაგიდო მეორეჯერ ხო ტრამპმა აი მაგ ეგ რომ მოვისმინე ამ ვიღაცა კვერცხისგან მე გავაკეთე ვიდეო სადაც ტრამპის ძალიან ბევრი გამოსვლა ერთად აღებული სადაც დიახ Deep State სიტყვას ხმარობს და ამ ვიდეოსაც რაზმაძე შენ გიძული პირადად შენ ფარჩაკო კაცო თუ ქალო თუ რა ვინახარ ხულიოზნაით ეს მეორე Deep State-მა და ქალბატონმა ტულსიმ ჩაგიდო პირში Deep State. ფარჩაკები არიან, ჩვეულებრივი ფარჩაკები ვერაფერს ვერ ბედავენ, თავისი აზრი არ გააჩნიათ. გამოვა რაზმაძე და ეს რაზმაძისნაირი ვიღაცა სინონიკები და იტყვიან რომ კი არსებობს Deep State და დედას მოუტყრავენ ეგრევე მეორე დღეს ევროპელები ის ვიღაცა კალასები და ურსულები და ვიღაცები დაიბარებენ ევროპაში, მუხლებზე დააყენებენ და დააფსავენ სახეზე. აი ესე გააფარჩაკებენ, როგორ გაბედეთო, რომ თქვით და აღიარეთო და თავი დაუქნიეთ იმას, რომ კი ნამდვილად არსებობს აი ეს რაღაცა სიგობა Deep State, რომელიც თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს ჩვენთანაც საქართველოში ისევე როგორც კიდევ სხვა ბევრ ქვეყანაში. ესენი ეს ფარჩაკები Deep State-ს აღიარებენ კი არა. ესენი ისეთი ფარჩაკები არიან, რომ ქალს და კაცს ვერ აღიარებენ ტიპები და ის რო ყავთ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ახალგაზრდა გოგო, ეგეთი უთავმოყარეო არსება თუ სანმე ან გამეგოს არ მენახოს, არ ვიცი, დედას გეფიცებ. რო ეკითხებიან, რომ რამდენი სქესი არსებობს ახალგაზრდა გოგოს ერთ-ერთი არასამთავრობო პრესტიჟული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ვითომ ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ჟურნალისტი ეკითხება რამდენი სქესი არსებობსო და ეხა მაგაზე ვერ გიპასუხებ და რა შუაშია და აი ესე ჩააყლევეს დედა მოუტყნეს რას დაამსგავსეს ეს ფარჩაკები რომ ზიან და ყველაფერს უარყოფენ რა Deep State, რის Deep State, რა ქალი, რის კაცი, რა დედა, რის მამა, რის ღმერთი. ეს არის შინაარს ოპოზიციის და აი ამ რაღაცა ფარჩაკი ადამიანების, ტვინ გამორეცხილი ადამიანების რაღაცა ერთობაა და ეს აერთიანებთ ამ ადამიანებს რეალურად, რომ ერთნაირი ფარჩაკები არიან, რომ თავისი აზრის გამოხატვის უფლება არ აქვთ ამ ბოზებს და რაღაცა დანარჩენი კიდე ჩვეულებრივი ტვინ გამორეცხილი ბიომასა, რომელსაც დააჯერეს, რომ რა ვიცი, არც ქალი არსებობს, არც კაცი. შენ თუ მოგინდება ქალიც ხარ და კაციც ხარ და რა ვიცი, ორი ქალიც ხარ და სამი კაციც, ორი დედა, სამი მამა. კარგით რა თქვენი დედა მოტყა, როგორ არ თქვა, რას გავხართ, რას დაემსგავსეთ და მაინც არ ჩერდებიან, არ ნებდებიან და მაინც გამოდიან და Deep State არა ისა, ქალი არა და კაცი არა და ისა, რა ქალი, რის კაცი, რა დედა, რის მამა. თავარია რას იტყვის ევროპიდან ურსულა რო ეტყვის რაზმაძეს რომ შენ აღარ ხარ კაცი და შენ ორი დღე იქნები ქალი მერე სამი დღე იქნები ქალიც და კაციც ერთად და მერე 4 დღე იქნები 5 ქალი ერთად და 10 კაცი უნდა
დააკმაყოფილო ეს იტყვის რომ ხო ევროპიდან მეუბნებიან და კი რატომაც არა ჩემი ტრაკის დედაც მოტყარო ეს ბოზები ესენი საკუთარ ტრაკს არ უფრთხილდებიან და საკუთარ მეს არ უფრთხილდებიან და საკუთარი ღირსება კიდიათ ამ ბოზებს ერთ ადგილზე და ესენი საქართველოს გაუფრთხილდებიან და საქართველოს და ქართველების ღირსებისთვის იბრძოლებენ საკუთარ ტრაკს არ უფრთხილდებიან ეს ბოზები ესენი ქვეყანას გაუფრთხილდებიან და გუბაზა სამიკიძე გამოდის ამას წინა და ქართული ოცნების ამორჩევლებზე რაღაცებს ლაპარაკობს და ძირითადად თუ არიან უსაქმურებიო, ცოლები რო ყავთო სადღაც გაშვებული სამუშაოთო, დომინოსთან არისო თამაშობენო და იგივე ინტერვიუში იძახის, რომ ქართული ოცნების ამორჩევლები ძირითადად არიან კაცები. და კი გუბაზ შებოზო შენ კაცები არიან ქართული ოცნების ამორჩევლები და ქალები არიან ქართული ოცნების ამორჩევლები და შენაირი ბოზები რო არ არიან ქართული ოცნების ამორჩეველი იდეალურია. იმიტომ ვაძლევ ხმას ქართულ ოცნებას, რომ შენაირი ბოზები რო არ არიან ოცნების მხარდამჭერები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნამდვილად ქართული ოცნების ამორჩევლები არიან კაცები, ქალები და ვისაც ღმერთის წამს ვიცით ის რომ ქალი ქალია და დედა დედაა და მამა მამაა და კაცი კაცია. აი ეს ვართ ვინც ვირჩევთ ქართულ ოცნებას და შენ ვინც გისმენს გუბას დაიმაგო რაზმაძეს და ვიღაცებს შენ გისმენენ ჩვეულებრივი ბიომასები გამოყლებული რაღაცა არსებები რომლებსაც დააჯერეს რომ არაფერი არ არსებობს თურმე და აი ვიღაცას რომ მოელანდება რომ რაღაცა ის ყოფილა თურმე ჭეშმარიტება ვაი თქვენ პატრონს თქვენ ფარჩაკებო და თქვენ დაამთავრებთ როგორ თქვენ ყველა წახვალთ ციხეებში ზონებზე წახვალთ, ოღონდ იმ ზონებზე თქვენი ადგილი კაცებთან არ იქნება. თქვენი ადგილი არც თავისუფლებაზე არ არის კაცების გვერდით და თქვენი ადგილი რა თქმა უნდა არც ზონებზე არ იქნება კაცების გვერდით. თქვენ წახვალთ ზონებზე და თქვენი ადგილი იქნება ქათმებში და ქართული ოცნების ხელისუფლებას მოუწოდებდი და ვთხოვდი ეს ბოზები ყველა დასაჭერი არიან, ყველა ამ რაღაც აგენტურული თამაშების მონაწილე არიან, ყველანი ესენი არიან კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების გავლენის ქვეშ ყოფი ადამიანები, რომლებიც ვიღაცების ინტერესებისთვის იბრძვიან ამ ქვეყანაში, საქართველოს და ქართული ხალხის ინტერესების წინააღმდეგ და კი ამ ბოზების ადგილი არის ზონაში, ოღონდ ზონაში ქათმებთან. და იქ ქათმებთან მერე აი ესე ძალიან რო უნდათ რომ ევროპულ ფასეულობებს ეზიარონ ამ ბოზებს, აი იმ ქათმებში მერე ტრაკიდან ეზიარონ ურსულა ფონ დერ ლაიენის, კალასის და შოლცების და მაკრონების და სტარმერების ევროპულ ფასეულობას, რაც არის პირდაპირ ტრაკის მიცემა და რა ვიცი, რომ ქალი ქალი არა და ხან ქალი ხარ და ხან კაცი თუ. ხო და ასე ძალიან რო უნდათ და აი ამ რაღაცა გაუგებარ მარაზმს რო თავს უქნევენ და კი და პრობლემა არ არისო რო იძახიან დაიჭირეთ ეს ბოზები და ყველა შეყარეთ ქათმებში ნახუი ყველა ქათმებში შეყარეთ და იქ ეზიარონ აი ამ მათთვის ჭეშმარიტ ევროპულ ფასეულობას რომელიც თურმე ტრაკი თუ არ მიეცი ვერ გახდები ევროპელი ეს არის რისი თქმაც მინდოდა აი ამ ფარჩაკებთან დაკავშირებით და მადლობა ღმერთს რომ კი ნამდვილად ამ ქვეყანაში უმრავლესობა ვართ ქალები და კაცები და არა ვიღაცა ტრანსები და ვიღაცა ტრაკის მიმცემები და კიდე ხუიოზნაი ტრისი მიმცემები თქვენი ფარჩაკი დედავატირე მე ეს არის რისი თქმაც მინდოდა დღეს აი ამ deep state-ის თემასთან დაკავშირებით და აი ვიღაცა კვერცხი რაზმაძის ვითომ მართალკაცობასთან და კაი ტიპობასთან დაკავშირებით. რა deep state-ი თუ გაგიგიათ ვინმესგან deep state. რა ის deep state-ი ჩაგიდო აკრას ამერიკის უსაფრთხოების შექმნა პირში. და რავი გედოს და ღეჭე. პატრონიც მოვტყან შენი ვიღაცა. და გუბას ანიკიძის ამ განცხადებასთან დაკავშირებითაც გავეც პასუხი, რომ თურმე ქართული ოცნების ამორჩევლები ძირითადად კაცები არიან. კაი კაცო, კაცები ვართ ხო აბა შენაირი პროჭები რო ვიყოთ, ღმერთმა დაგვიფაროს.